მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ რა გაგახარებთ თქვენ ძალიან უახლოს დღეებში. ჯერ თავიდან გავაკეთოთ ჩვენი სიგნიფიკაცია, ვნახოთ თქვენ რა ენერგიაში ხართ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. მერე უკვე ვნახოთ, აბა რა გაგახარებთ ამ უახლოს დღეებში, ნუ მოდით ავიღოთ 1-10 დღის განმავლობაში, ხო, უახლოს დღეები იყოს ეს. ნახოთ, ეს შეიძლება დღესვე მოხდეს, შეიძლება ხვალ, შეიძლება უბრალოდ ამ აქ პერიოდში ავიღოთ ჩვენ, ხო? აბა ნახოთ ახლა რა ენერგიაში მყავხართ ახლა თქვენ. ნუ არის ძალიან კარგი სიტუაცია, შემიძლია გითხრათ. იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა აი თითქოს უნდა იგრძნოთ ეს ენერგია ყველა ვარიანტში, როგორც ყოველთვის გეუბნებით, როცა გვაჩვენებენ ასეთ ენერგიას, ესე იგი, როცა ვიღვიძებ, რაღაცა იღვიძებს ჩემში. შეიძლება დაუშვოთ თქვენ გქონდათ ეჭვი თქვენს ცოდნაში, დაუშვოთ ხო, თქვენს პროფესიონალიზმში, ხო? და თქვენ ნამდვილად ახლა თქვათ, ახლა შეიძლება ნუ გქონდათ რამეს, ნუ ნერვიულობდით, რომ არ ვიცი, ან თქვათ ახლა რაღაცა ნიჭი თქვენში გაიღვიძა და თქვენ ფიქრობთ, რა ვიცი, გამომივა, ვისწავლი, შევძლებ რომ მე მივახციო თქვათ იქამდე, აი სადაც თქვათ ნუ რაც ახლა თქვათ აირჩიეთ რამე. ხო, ანუ ნამდვილად გამომივა მე ეს რაღაცა, აი ეგეთი რამე არის რა. კიდე შეიძლება აქ დაუშვოთ სიტუაცია, რომელიც თქვათ შეიძლება ოჯახში იყო რამე ისეთი ცოტა დაძაბული, ანუ განიმუხტა რა, ანუ თქვენ რაღაც გამოსავალი ნახეთ. აქ იმიტომ რომ თქვენი საგვარეულო გეხმარებათ თქვენ, ძალიან გეხმარებათ იმ გამოსვლაში, რომელიც შეიძლება იყავით, აი აქ დაჟე შემიძლია თქვა რაღაცას ფიქრობდით თქვენ და ან ახალი რაღაცა აზრი მოგივედათ. შეიძლება დაალაგეთ აზრები, რომელიც თქვენ გაწუხებდათ, დაუშვოთ, ხო? ანუ კიდე თუ დაუშვოთ თქვენ რაღაცა ისწავლეთ და შეიძლება გქონდათ ეჭვი, რომ მე გამომივა შევძლებ მე ახლა ამ ჩემი ცოდნის გამოყენება და აქ თქვენ დაენახეთ, რომ შევძლებ კი არა, ძალიან მაგრათაც შევძლებ და მაღალი ძალების მეხმარებიან და ჩემს გვერდით არიან და ეს სიტუაცია პირიქით ძალიან მაგარი არის და კიდევ კაირო დაუშვოთ, ახლა დავიწყეთ ცოტა რაღაცა მაგ. აი ასე. ხო? ანუ ესე იგი გამოგვიძება არის რა თქვენი რაღაცის კი, ანუ ეს სირთულეები მიდის, რაღაცა სირთულე რა ტრანსფორმაციას გადიხართ რა, ძალიან მაგარ ტრანსფორმაციას, სადაც მიდის რაღაცა რთული პროცესი, ვიღაცამ შეიძლება დაამთავრეთ სწავლა და ეხლა ძალიან მაგარ სამსახურს ნახავთ, თქვათ, ხო? და აი გაგიკვირდება, შეიძლება ვიღაცა გახსნის, თქვათ, ბიზნეს, დიდი ხანია ვფიქრობდე, შეიძლება სპეციალურად მაგისტრის სწავლობდე, თქვათ, იყავით სადმე ან დაამთავრეთ რამე ისეთი, რომელიც ახლა ძალიან გამოგადგება თქვენს, თქვათ, ბიზნეს, რომელიც არის თქვენი საგვარეულოს ბიზნესი, ანუ თქვათ, შეიძლება ნათესავებთან რამე ბიზნეს აკეთებთ თქვენ, ხო? ანუ აქ რო არის ორმაგი ტრანსფორმაცია, თან ძალიან მალე ადამიანი გამოდის ტრანსფორმაციიდან, შეიძლება იყავეთ რაღაც ესეთ პერიოდში, როცა ანუ ბევრი ფიქრი გიწევდათ, ხო? ბევრი რაღაცის აი გათვითცნობიერება გჭირდებოდა და აი როგორ მოვიქცე, რანაირად როგორ გავუმკლავდე მე ამ სიტუაციებს, ხო? იმიტომ რომ აი ეგეთ რაღაც მომენტები, მაგრამ აი ეს პერიოდი უნდა უკვე წასულიყო თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ ყველა ვარიანტში. ნუ ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია თქვენ გაიგეთ. მაშინ ვნახოთ ახლა ჩვენ, აბა რა გაგახარებთ ამ უახლოს დღეებში ძალიან ისე რომ თქვენ აი იტყვით რომ რა ვიცი, მე რა კარგია რომ ეს მოხდა ჩემ ცხოვრა კარგი, ან შეიძლება ელოდებით რამეს ისეც და გაინტერესებთ რომ აი ეს მოხდება აი ახლო აი ეს ამ დღეებში. აქ კიდე შეიძლება სხვათა შორის იცით კიდე როგორი მომენტი იყოს, აი ოჯახში იყო დაუშვოთ რამე ისეთი პრობლემა, შვილი, აი ნუ თქვათ ახლა, ნუ შვილი გინდოდა და ორსულობა, არ ორსულდებოდა ადამიანი, ხო გოგო. და ეს პრობლემაც დასრულდება. მიიღებთ ძალიან მაგარ პასუხს. ანუ თითქოს აი ბავშვზე კიდე თუ რამე აი სიტყვაზე შეიძლება თქვათ ან ოპერაცია გჭირდებოდეთ ან რაღაცა ბავშვზე აი ეს დამთავრდება და ძალიან კარგად დამთავრდება აი აქ რაღაცა.
იმიტომ რომ აქ მინა მიდის ეს პერიოდი, რომ აი რაღაცა გადარჩენა არის რა, აი კიდე ესეთი რაღაცა არის. ნუ ეს შეიძლება თქვენ ფიქრობთ, როგორ იქნება თქვა, ხო? ნუ ვნახოთ, აბა მოდეთ პირველი ესე იგი ავიღოთ. პირველი აი რას შეიძლება სულ ყველა რეზონირდება, უბრალოდ ავიღებ ხა რამდენიმე დასტას. შეიძლება დავუშვათ აქედან რომელიმე იყოს, ხო? ნუ რო გქონდეთ თქვენს ახლა ვარიანტები სიტყვაზე, ვინც იცანით ამ სიგნიფიკაციიდან თქვენი თავი. ანუ ნახოთ რა გაგეხარდებათ. ეხლა ნახეთ, აქ არის სურვილის ასრულება უეჭველი იმისთვის, ვინც თქვა თქვენ დაუშვათ რაღაცაზე ფიქრობდით, დიდი ხანია ფიქრობდით თქვენ, აი რაღაცა მინდა გავაკეთო რა, მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო. აი აქ იქნება შველა, ანუ თქვენ ამას გააკეთებთ, იზავთ. ეს შეიძლება ეხებოდეს რას? თქვა, დიდი ხანია ფიქრობდით სადმე გადასვლაზე, თქვათ, ხო? სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში სიტყვაზე, ხო? და აი არ იცოდეთ რანაირად გამომივა, შეიძლება გეგმავდით, წერდით, ანუ ნუ რა ვიცი, თქვენ ოცნებებს რაღაცებს აკეთებდით და აი აქ გვაჩვენებენ, რომ თქვენ მაგას გააკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე ეს ნაფიქრებელი გაქვთ, ანუ იფიქრეთ ბევრი, უკვე იცით რა გადადეხართ იქ სადაც თქვენ გინდოდათ გადასვლა. შეიძლება даже თუნდაც აი ახალი სახლი სიტყვაზე, ახალი ბინა თქვათ, ნუ დაუშვათ ცვლით ბინას. კიდე შეიძლება სამსახურსაც ცვლით. იმიტომ რომ აქ არის როგორ რაზეც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, რაზეც მე შეიძლება ვნერვიულობდი, შეიძლება ღამეებს ვათენებდი, რაც მე ძალიან მაწუხებდა, მე ბოლოს და ბოლოს გავბედი, გავაკეთე და რა თქმა უნდა ეს არის წინსვლა ყველა ვარიანტში, ანუ მე ეს შევძელი, მე ეს გავაკეთე, შეიძლება აი აქ დავამთავრე ცოდნა, ვნერვიულობდი, მაგრამ მე ეს შევძელი, შედეგი მივიღე. მიხვდით? ანუ თქვენი ცოდნის გაცემაში თუნდაც, ხო? ან ახალი სამსახური, სადაც თქვენ დაგაფასებენ. ან თუნდაც დაუშვათ გინდოდათ სადღაც სწავლა და თქვენ პრინციპში ფიქრობდით, რომ მე ახლა ამას რომ მოვკიდებ ხელს ამ სწავლას დაუშვათ, ხო? ეს შეცვლის რამეს ჩემ ცხოვრებაში კი. აქ სხვათა შორის კიდე შეიძლება იყოს ოჯახის თემა თუ ეხება, ვიღაცა შეიძლება ფიქრობდა დასრულებაზე რაღაცა ურთიერთობის და მაგრამ შიში ქონდა როგორ მიიღებს თქვათ ახლა ჩემი თქვათ ნათესავები საზოგადოება რაღაც ნუ შეიძლება არის ადამიანი ასეთ რამეს აყოლილი აქ ეს სიტუაცია დასრულდება ძალიან კარგად თქვენთვის თქვენ ამას შეძლებთ გააკეთებთ თუ რამე ჩაფიქრებული გქონდათ რამე პროექტი სიტყვაზე და ამაზე დღე და ღამე მუშაობდით ხო შეძლებთ მაგასაც იზავთ შეიძლება თუნდაც ახლა ნუ კურნალობაზე დაუშვათ თუ იყო რამე საუბარი ხო მაგასაც ნახავთ თქვენ გამოსავალს ანუ აქ არის სრული გამარჯვება იმაზე რაზეც მე დიდი ხანია ვფიქრობდი ნუ კიდე აბა რას გვეთქვენ აქ მოდით ნახოთ კი გამოსავალს პოვლობთ თქვენ აქ გამოსავალს პოვლობთ კი გზა გეხსნებათ რომელიც შეიძლება იყო თქვენთვის დახურული გზა თქვენ ვერ პოვლობდით აი იმას აი მინდა სხვანაირად აქ რაღაცა ახალი აქ არის ახალი და ანუ ახალი გზა მე ამას ვხსნი იმიტომ რომ აქ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღო შეიძლება ვიღაცის დახმარებით კიდევაც რა ანუ რა თქმა უნდა რაღაც სიტუაციები რა ვიღაცა უნდა მონაწილეობდეს ხო ну აი გამოდიხარ თითქოს რაღაცა რაც თქვენ გბლოკავდა თქვენ მაგისტრის ნახულობთ ანუ გამოსავალს რა უნდა გავაკეთო მე ნახულობთ ანუ კარები თითქოს გეხება რაღაცა შეიძლება ინსაიტი მოდის ისეთი რომ თქვენ აი ასე გავაკეთებ და მორჩა და ვაკეთებ აი ეგ არის რა აი ნუ აქაც ნახეთ მე-20 არკანი არის აქ თქვენ ახლა ხართ ესეთ სტადიაში როცა აი საგვარეულო ძალიან გეხმარებათ აი ხო არის რაღაცა სიტუაციები რომ ეძახათ რაღაცა ძალიან ვიღაცა შენზე ილოცა რა ესეთი სიტუაცია დაუშვათ და აი ნამდვილად რა საგვარეულო თქვენ თუ აი რაღაცა გეხსნებათ ახალი გზა ბლოკები გეხსნებათ გაიგეთ ბევრია როცა უკვე აი თქვა თავისუფლდები აი აქაც თითქოს აი რაღაც ისეთ რამეს სწავლობ რაც მე მათავისუფლებს ჩემი ძველი ბლოკებიდან კიდე აი აქ ეს მომენტიც არის სხვათა შორის რა ну აი ჩვენ მაგალითად ახლა რო სწავლობ ტაროს ხო ჩემ კურსზე არის მედიტაცია ისეთი არის რომ
მთლიანად სუფთავდები რა, მთელი შენი ბლოკები თუ სადმე არის, ყველა ჩაქრები აბსოლუტურად ის სუფთავდება და თითქოს განახლებული ხარ რა, ანუ გრძნობ რომ აი კარგად ვარ, იმიტომ რომ ვთავისუფლდები რაღაცა იმ ბლოკებისგან, უარყოფითი ენერგიებიდან, თითქოს აი გამოვცოცხლდე, ანუ შევიცვალე, ანუ რაღაცნაირად აი თითქოს აი ძველი თვირთი, რომელიც მე მაწუხებდა და მაწვებოდა, მე ეს უკვე всё მოვიშორე. აი ეგეთი რამე არის აქ კიდევ ნახოთ ახლა ამ დასასაც ვკითხოთ აქ რა ხდება. რა ხდება, რაღაცა ძალიან გადამეტრიალდა. მოიცადეთ. მოინთანე. და რატომ ასე შვები თქვენ ვერ გავიგე? და მინდა საუბარია, აბა კიდე რა გაგეხარდება, ძალიან გაგეხარდებათ, აი ძალიან რა წინსვლა გექნებათ. აი ხო ხედავთ, თუ დააკვირდეთ, ნახეთ, როგორ ადამიანი, ანუ თქვენ ეთყობა მართლა, ну აკაც გვაჩვენეს ჩვენ რომ რაღაცა ხუთიანი ხმალებისთან აქ ისეთი არის, რომ აი თითქოს ნერვიულობდი რა, ანუ ნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ იქნება, ხო სირთულეები, რაღაცა ტრანსფორმაცია. აი აკაც გვაჩვენებენ, რომ აი მე ნახეთ, აქ თქვენ რაღაცაზე ფიქრობდით, ოცნებობდით, შეიძლება რაღაცას ეუბნებოდით, თქვათ ღმერთს, რომ შემი ამისრულე რა ეს. და აუცილებლად თქვენ აი ნამდვილად თვითონ გაგიკვირდებათ, როგორ მოერევით ამ ყველა სირთულეებს. აი აქ თითქოს ღმერთმა შემისმინა და ჩემი სირთულეები გადამალახინა. ანუ მომცა ძალა, მომცა საშუალება იმისთვის, რომ მე ეს ოცნება ავისრულე, დასრულდე ჩემი მდარდე, დასრულდე ჩემი ნერვიულობა. იმიტომ რომ მე ამას ვთხოვდი, საერთოდ ხო იცით რომ ახლა სამყაროს უნდა სთხოვო და მადლობელი უნდა იყო, მადლიერება გამოხატო იმისთვის, რაც მე მაქვს და მე იმისთვის, რასაც მე მზად ვარ რომ მივიღო შენგან. და ამიტომ აი ეს თქვენი თხოვნა უკვე წავაქმედებაში, ანუ უკვე საკმარისი არის, რომ თქვენ დაუშვათ, აი აქ სულ ფიქრობდი, შეიძლება შიში ქონდა ხო არის ზოგჯერ აი ამისრულდება, არ ამისრულდება, მოხდება, არ მოხდება, მე კი ვეხვეწები ღმერთს, მე კი ვთხოვ მაღალ ძალებს, მაგრამ მე არ ვიცი ეს რამდენად ასრულდება ეს ჩემი თხოვნა. აი აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენ შეგისმენთ. კი, აი, აჰა, მესამე მე-20 არკანი, მეტი რა გავაკეთო? მესამე დასთა. გეუბნებით, თქვენ აქ ხართ რაღაც ახალ გზაზე, ახალ ეტაპზე. აქ მთელი საგვარეულო ეხლა იბრძვის თქვენთვის. იმიტომ რომ თქვენ ალბათ რაღაცა ისეთი რამ გააკეთეთ მნიშვნელოვანი თქვენი საგვარეულოსთვის, თქვენი ოჯახისთვის. ნახეთ, როცა შენ, აი მაგალითად, კიდე ერთ-ერთი როგორი შეიძლება იყოს ეს. აი დაუშვათ ეხლა, ну, მე რა თქმა უნდა, ეხლა როგორც მაგალითს გეტყვი, აი მატრიცა ხო არის, ბედის მატრიცა. იმაში არის ჩვენი სულის გზა. და იქ არის საგვარეულოს ამოცანები, იმიტომ რომ სული რომ მოდის, მართლა თავისი პირადი დანიშნულებებისთვის კი არ მოდის, მოდის კიდე იმ დანიშნულებების, რასაც აქ საგვარეულოს უშუალოდ რა. და აქ საგვარეულო იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ასრულება მოახდინოს, ხო, აძლევს კიდევაც დახმარებას, აძლევს მაგისტრის ნიჭს, აძლევს მაგისტრის რესურსს. და როცა ადამიანი არ ეწინააღმდეგება და იღებს ამ რესურსს, ხო, ну, ეხლა თუ დაუშვათ, არ იცი ზოგი და მოდის კონსულტაციას, კი მე უკვე გებულობს, მაგრამ ну დაუშვათ, იღებს ამ რესურსს და იყენებს ამ რესურსს, საგვარეულო უფრო მეტად კიდე აძლევს, იმიტომ რომ უკვე ხედავს, რომ შენ იმ გზას დაადექე, რაცაც ჩვენ მოვილაპარაკეთ, ასე რომ თქვა, ძალიან უბრალო ენით გიხსნით ეხლა რა. რაზეც მოვილაპარაკეთ, ანუ როცა შენ კონტრაქტი რომელიც გქონდა ჩვენ, ხო, შენ ამას ასრულებ. იმიტომ რომ შეიძლება შიში გქონდა ადამიანს შევასრულებ, თქვა სულს შევასრულებ, შევძლებ და აი აქ ზუსტად მოდის ეს მომენტი, როცა მე გადაწყვეტილება მივიღე და მოვერია ამ ჩემ შიშს და ვაკეთებ ეხლა იმას, რასაც გქონდა ჩვენ მოლაპარაკება მე და ჩემი საგვარეულოს შორის და ამისათვის ეხლა რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ადამიანი ფიქრობდა დაუშვათ, ეძებდა აქ თავის, ანუ მე სად უნდა გავაკეთო, აი რომ მიაგნებ, როგორ მიხვდებით ამას. ამ ეს ყოველთვის ხდება იმით, რომ პირველ რიგში თუ ავად იყავით გამოჯამრთელდებით, თუ დაუშვათ ფული არ გქონდათ,
ფული რაღაც შემოსავალი დაიწყებთ, თქვა ტრიალები ან ფულის ენერგიას ტრიალი დაიწყება თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება სურვილების ასრულება, რაღაცას შეიძლება უმნიშვნელო რაღაცებიც კი, ანუ რაღაცა ნიშანს თქვენ იგრძნობთ, რომ აი მე რაღაცას აი თითქოს მომდის რა, მომდის, აი ეგეთი რაღაცა არის რა. აი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზაზე დგახართ, თქვენ აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ესე იგი თქვენ რაღაცა მნიშვნელოვანი გააკეთეთ თქვენი საგვარეულოსთვის, ანუ რაღაცა ეთყობა ერთ-ერთი თქვათ მოვალი, დავალება თუ რაც არის, თქვენ ასრულებთ და მთლიან, ანუ თითქოს მიადგეთ ამ გზას, გაიგეთ? აი სამყარო მთლიანად რაღაცნაირად აი თითქოს ბალიშებს რო გიდებს რა, ასე რომ მიდი ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ ყველა ვარიანტში შენს გვერდით ვარ, ჩვენ გვესმის შენი, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შენ გქონდეს წინსვლა, იმიტომ რომ შენ ბევრს მუშაობ ამაზე, ბევრს ფიქრობდი შენ მაგაზე და შენ ნახე, ამხელ აი აკაც 10-იანი ნახე, სრულდება ეს შენი აკაც 5-იანი არის, ხო ხმალების აკაც სრულდება ეს შენი, იმიტომ რომ ხმალები ეს რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ შეიძლება შინაგანი ბრძოლა გვაქვს შიგნით, ხო? ანუ ვფიქრობ, მინდა, არ მინდა, გამომადგება, არ გამომადგება, ღირს, არ ღირს და ასე შემდეგ და თან ერთი მხრიდან მინდა, მეორე მხრიდან არ მინდა, შიში მაქვს, რა ვქნა, აი ეს ყველაფერი, აი ეს არკანები ჩვენ გვაჩვენებენ, რომ აი ეს ყველაფერი ტრიალებს თქვენთან, გაიგეთ? მაგრამ თქვენ მაინც შეძლებთ, იმიტომ რომ აი ეგ ამ ცოდნასაც გაძლევთ თქვენ საგვარეულო, გაიგეთ? ცოდნას გაძლევთ და მხარდაჭერას გაძლევთ თქვენ იმისათვის, რომ თქვენ უკვე მოერიოთ იმას, რაც უნდა თქვათ მოერიოთ, ხო? ნუ კიდე მოდით ახლა ვკითხოთ, ახლა აბა კიდე როგორ მიხვდებით თქვენ, აი რა კიდე შეიძლება ისეთი მოვიდეს თქვენთან სასიხარულო, რომ თქვენ მიხვდებით, რომ აი ნამდვილად საგვარეულო აი ჩემს გვერდით არის, მოდით კარგით აბა ვკითხოთ ახლა კიდე და აი ნუ კიდე ნახეთ, რასაც თხოვდი დიდი ხანია აუცილებლად აგისრულდება. აუცილებლად აგისრულდება, რასაც დიდი ხანია შენს თხოვდი. всё, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით მე თქვენ. მე მგონი არ საჭირო ზედმეტი არის. აი რაღაც სასწაული ინფორმაცია მიიღეთ ეს ინფორმაცია და ნახეთ, აჰა, ახალი გახარება, ახალი ბედნიერება, ახალი, ანუ მზის არკანი, მეტი რა გვინდა ჩვენ, ხო? რაზეც ჩვენ დიდი ხანია მუშაობდით. ნუ მორჩა რა. გისურვებთ, რომ ყველაფერი აქედან, აი, აგისრულდეთ, აი, რა ვიცი, რაღაც ძალიან სასწაულად.